Doing Business-ის მონაცემებით ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში სამეწარმეო საქმიანობის განმარტივება 174 ქვეყნიდან 85%-მა შეძლო. საქართველო არის ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე. საქართველოში განხორციელდა რეფორმები ბიზნეს რეგულაციის ისეთ სფეროებში, როგორიც არის კრედიტების აღება, ბიზნესების დახურვა და ასევე ინვესტორების დაცვა. მე შემიძლია მაგალითისთვის გითხრა, საქართველო ბიზნესის დაწყების კუთხით არის მერვე ადგილზე. საქართველოს შემდეგ არის ამერიკის შეერთებული შტატები, უფრო შემდეგ არის დიდი ბრიტანეთი, დანია და ნორვეგია. საქართველოს ნებართვების აღების კუთხით არის მე-7 ადგილზე. საქართველოს შემდეგ არის საუდის არაბეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, ასევე ავსტრალია და ნორვეგია. რაც შეეხება ქონების რეგისტრაციას, საქართველოს ამ შემთხვევაში უკვე ბოლო 3 წელია ინარჩუნებს მეორე ადგილს სტაბილურად. პირველ ადგილზე საუდის არაბეთია, თუმცა საუდის არაბეთი მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს პირველ ადგილს, რომ აქ ქონების რეგისტრაცია არის უფასო და არანაირ გადასახადს არ ითხოვს. საქართველოს შემდეგ ამ შემთხვევაში არიან ახალი ზელანდია, ასევე ნორვეგია, შეერთებული შტატები, სინგაპური, უფრო ქვევით კიდე კანადა, ჰონკონგი და ჩინეთი. მოცემულია ასეთი გრაფიკი, სადაც ხედავთ, რომ ეს არის საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება, რაც თავისი არ მხოლოდ ის რომ პირველ ადგილზე, არამედ თუ ნახავთ მსოფლიოს საშუალოს დაახლოებით ორჯერ აღემატება საქართველოს ადგილი მსოფლიოს საშუალოსთან შედარებით. ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა 2005-2010 წლებში, საქართველო მსოფლიოში ნომერ 1 რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა. Doing Business 2011-ის მონაცემებით, მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის საქართველოს ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ყველაზე უკეთ შეძლო. საქართველოს ნამდვილად გავიდა პირველ ადგილზე, ის თვითონ კორპორაციის პრეს-რელიზის მიხედვით დასახელდა, ასე ვთქვათ, ყველაზე წარმატებულ ქვეყანად. წელს ჩვენ ერთი საფეხური წინ წავიძიეთ, ეს პრაქტიკულად ამის ადრეც გამოცხადეთ, რომ ჩვენი ამოცანა იყო ერთი საფეხური წინ წავიდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ არა ვართ შესული მსოფლიოს 10-ში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოხდა მეთოდოლოგიის შეცვლა, ანუ ერთი საფეხური წინ წაწევა კი მოხდა და ძველი მეთოდოლოგიის არსებობის პირობებში ბუნებრივია მაშინ იქნებოდა მე-10 ადგილი, მაგრამ ახალი მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ეს ასე არ არის. თუმცა კორპორაციაც ხას უსვამს, სადაც საქართველოს განხორციელებული რეფორმების შედეგად პირველ ადგილზე. კვლევის მიხედვით საქართველო ისევ რჩება აღმოსავლეთ ევროპის ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელიც მოწინავე 15 ქვეყნის სიაში შედის და სამაგალითოა ბიზნესის რეგულირების რეფორმების ტემპით. Doing Business-ის მონაცემებით, ქვეყანაში გაუმჯობესდა გადახდის უუნარობის შემთხვევაში გასატარებელი პროცედურები და აუქციონებზე გაყიდვის წესები. გარდა ამისა, გირაოს ცენტრალიზებული რეესტრის სისტემის დანერგვით, რომელიც ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი, საქართველოს კრედიტების ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა. კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში საჯარო რეესტრი მიერ გამარტივდა ქონების რეგისტრაცია და გაძლიერდა ინვესტორთა დაცვის მექანიზმები. ჩვენს შემდეგ, ანუ ოციანში შედის გერმანია, ლატვია, ესტონეთი და რუსეთი არის 123 ადგილზე, ბევრი სხვა ქვეყანა არის ბევრად უფრო უკან ჩვენს შემდეგ, რაც რა თქმა უნდა დიდ მნიშვნელობას უწევს იმ ინვესტორებს, რომლებიც პასუხის ქვეშ დებენ თუ რომელ ქვეყანაში შემოვიდნენ. პროცედურების გამარტივების ხო ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ ამ ლიდერებს შორის პოზიციებს პარად ვინარჩუნებთ. რაც უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით საკმაოდ დახვეწილი პროცედურებია საქართველოში და ქონების რეგისტრაცია არის საკმაოდ გამარტივებული. ბიზნესის წარმოება 2011 ამ კვლევაში ვერ მოხდა ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 2 თვის განმავლობაში გატარდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ინდექსების გათვალისწინების შემდეგ ბევრი მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. საბაჟო სფეროში ეს არის გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონები, რომელსაც ეხლა ვაკეთებთ. ეს არის გამარტივებული პროცედურები ექსპორტზე ერთი დოკუმენტით გატანის შესაძლებლობა, ეხლა თუ 4 არის აღნიშნულ კვლევაში. ასევე შემცირებული თანხა, რომელიც ჭირდება და დრო და ენერგია გადამხდოს, როგორც სახადასახადო სფეროსთან ურთიერთობისათვის, ასევე საბაჟო სფეროში. ეს ყველაფერი იძლევა იმის გარანტიას და გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო დიდი ნახტომი გვექნება აღნიშნულ კვლევაში. ბიზნესის წარმოებაში წარმატების შედეგად თავად ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა ინვესტიციები გაიზარდოს და ქვეყნამ მეტი ინტერესი გამოიწვიოს უცხოური კომპანიების მხრიდან. როგორც ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში შემოდიან, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვხედავთ პროგრესს ზოგადად. ძალიან დიდი დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ბიზნესიც ალბათ იმას ვაკეთებთ და ჩვენი საკეთებელია და საბოლოო ჯამში ბიზნესის შემდგომ განვითარება ჩვენი ეკონომიკის შემდგომს და ძალიან შეუწყობს ეს ინფორმაციები ხალხს.
Doing Business-ის კვლევის მიხედვით მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟები ხელმძღვანელობენ. ის დაფინანსებისა და ინფორმაციის მიწოდების უდიდესი წყაროა მთელ მსოფლიოში. Doing Business-ის ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიცაა EBRD, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო. Doing Business-ის ამ მონაცემებზე, კვლევებზე დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი, თვლის, რომ ეს ვარდების რევოლუციის შედეგია. სოფლიო მაგმა შეაჯამა ბოლო 5 წელიწადში, რომელი ქვეყანა გაუმჯობესდა ბიზნესის კეთების სიადვილით ბიზნესის კეთების ხელმისაწვდომით. ამას ინგლისურად ამას ქვია ease of doing business. ესე იგი სიადვილე ბიზნეს კეთების. ესე იგი ყველაფერი რაც ბიზნესს ეხება, ადამიანმა რო გადაწყვეტს ამის კეთება, არის თუ არა ადვილი საქმე, ან უნდა წავიდეს და თვეობით რიგებში იდგას, ვიღაცებს თვალებში შესწინებდეს, ვიღაცებს ჯიბეში რაღაც უდევდეს, ვიღაცებს წილში სვავდეს და მერე უმუდმივად ამოწმებდეს ვიღაცას, სისხლშრობდეს, ნერვებს უშლის, ყველაფერი ერთ სიტყვით ის, რაც იყო საქართველოში ვარდების რევოლუციამდე. და ნიშანდობლივი ეს რეიტინგი არის, იმიტომ რომ ვარდების რევოლუცია მოხდა 7 წლის წინ, დაიწყეს გაზომვა ეხლა გაზომა სოფლიო მაგმა ბოლო 5 წელიწადში რა გაკეთდა სოფლიოში და რატომ ეს დაემთხვა ზუსტად იმას, რაც გაკეთდა ზუსტად 2 წლის შემდეგ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო, ესე იგი, როცა პირველი რეფორმები გავატარეთ, ძალიან მტკივნეული და როცა რეალურად პირველი ცვლილებები მოხდა და იქიდან დაწყებული დღევანდელი დღის დამთავრებული. და სოფლიოს თითქმის 200 ქვეყანაში და 175 280 ქვეყანაში საქართველო მიჩნეული იქნება, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას ამ ხელა გაუმჯობესება არ ქონია, ყველა მსოფლიოს ქვეყანა ერთად აღებული ბოლო 5 წელიწადში, როგორც ქონდა ეს ჩვენ ქვეყანას. აი თუ მე მკითხავთ რა არის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ვარდების რევოლუციის, რა არის მთავარი შედეგი ის, რომ 7 წლის წინ ხალხი იდგა წვიმაში, ქარში არ შეეპოვა უსამართლობას, მთელი მსოფლიოს გასაგონად აიმაღლა ხმა და დღე-დაღამე შემდეგ იშრომა ხელები დაიკაბიცა, ყველაფერი რა თქმა უნდა იდეალურად არ იყო, ბევრი რაღაცა შეცნობებიც იყო, აღმავლობაც იყო და სერიოზული ჩავარდებით და ტრაგედიებიც. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ პირველი რეფორმატორი, ნომერ 1 რეფორმატორი სოფლიოში. ქართველები რაღაცაში ხო უნდა ყოფილიყავით პირველი, თუ რამეში უნდა ყოფილიყავით, ეს არის რომ სოფლიოს პირველი ეკონომიკური რეფორმატორი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს წარდგება აი დათოსთანაც და საშასთან და ალექსანდრეს მსგავსი ადამიანების წარმატებას, მათი ოჯახების კეთილდღეობას, მათ კმაყოფილებას იმით, რასაც აკეთებენ და დასაქმებას პირველ რიგში, იმას რომ საქართველოს გახდეს მერე თუ კეცო. მაშასე Doing Business-ის მონაცემებით საქართველოს ნომერ 1 რეფორმატორი ქვეყანა, როგორც დღეს ბიზნეს სექტორში, ასევე მთავრობაში განმარტავენ, რომ ეს კვლევები აუცილებლად გაზრდის ინვესტიციებს საქართველოში. სოფლიო ბანკის კვლევის შედეგებს 6 საათიანი კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურის განცხადებით, ეს არის სერიოზული რეკლამა საერთაშორისო ბიზნესმენებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში საქართველოს შეძლებს კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვას. ყოველწლიურად სოფლიო ბანკი აფასებს 175-მდე ქვეყანას ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით, ბიზნეს გარემოს სიმარტივის თვალსაზრისით და აი ამ შეფასებების მიხედვით ჩამოყალიბდა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 2005-2010 წლებში საქართველოს ყველაზე მეტი რეფორმა გაატარა, ყველაზე უფრო გაამარტივა ბიზნესის კეთება ამ 175 ქვეყანას შორის. რას ნიშნავს ეს? ერთ მხარეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართლაც შევძელით იმ რეფორმების გატარება, სადაც თვითონ ადგილობრივი ბიზნესმენისთვის უფრო მარტივია ბიზნესის დაწყება, უფრო მარტივია გადასახადების გადახდა, უფრო მარტივია საერთოდ ბიზნესის კეთება, ხოლო მეორეს მხრივ ეს არის ძალიან სერიოზული რეკლამა საერთოდ საერთაშორისო ინვესტორებისადმი. იმიტომ რომ დღეს ინვესტორები ეძებენ სწორედ ესეთ ქვეყნებს, სადაც აი ეს ბიზნეს გარემო არის გამარტივებული, სადაც ადვილად შეიძლება ბიზნესის წარმოება, გადასახადების გადახდა და შესაბამისად ეს დღევანდელი ამბავი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვას შევძლებთ საქართველოში, რაც ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილების გაჩენას.